გამარჯობათ. დღეს მოგხსოვთ აი ასეთ ლამას შარფს. საკმაოდ საინტერესო უზორი აქვს. ინგლისურად ეძახიან extended stitches, ესეთ წაგრძელებულ თვლებს, ასევე სოლომონის თვლებსაც ეძახიან. საკმაოდ ისეთია საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქსოვის გაკვეთილებში არ გამომიყენებია არასდროს ეს არ მიჩვენებია და ეხლა თან შევისწავლით ამ ახალ თვალს. კარგით. ამისათვის ჩვენ ესე იგი, აი ესეთი სქემა უნდა გამოვიყენოთ და ნახეთ, ძალიან ისეთი საინტერესო ესეთი სიმბოლოებით არის. აი ამ კუთხიდან დავიწყებთ, აი ესე, შემდეგ აი ესე, რიგების მიხედვით. პირველი რიგი, მეორე რიგი, მესამე რიგი, მეოთხე. აი ესე, ასეთი მოძრაობებით ვივლით. ეხლა ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება პრინციპში შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ძაფიც აიღოთ. ანუ თქვენ გააჩნიათ თუ ძალიან თბილი გინდათ, უფრო შალი, ესეთი უფრო სქელი ძაფი აიღეთ. თუ ესეთი უბრალოდ დეკორაციულად სილამაზისთვის გინდათ მოსაცმელად ესეთი, ხო, შეიძლება ძალიან თხელი ძაფიც კი გამოიყენოთ, საკმაოდ ლამაზი შარფი გამოდის. მოკლედ თქვენი სურვილის მიხედვით. ეს არის ახლა 80% აკრილი, 20% შალი. ყაისნაღი აქ უფრო ესე რეკომენდაცია არის 6 მმ ესეთი ზომის. ჩემი არის 5 მმ, არ მაქვს მე 6 ზუსტად. 6 და 5 მაქვს მე მგონი კიდევ, მაგრამ ეს უფრო მირჩევნია, რომ ასეთი ცოტა პატარა ზომის ყაისნაღით მოგხსოვო. ეს ძაფი ნახოთ თუ გვეყოფა, შეიძლება არ გვეყოს, მაინც აქ სადაც არის, აი ნახეთ, შარფისთვის უფრო ორ გორგალს გვაძლევენ რეკომენდაციას. კარგით, მოკლედ აი ამითი მოგხსოვთ და უნდა მივყვეთ აი ამ სქემას, ჩვენ სქემას. ესე კიდეებში ასეთ ფოჩებს გავუკეთებთ. ესე ბახრამას ეძახიან ხოლმე, მაგრამ უფრო მარტივი ის არის, ბახრამა უფრო ცოტა სხვა წესით კეთდება. აქ შეგიძლიათ აი ცენტრიდან თუ გამონახავთ ძაფის ბოლოს, იქიდან უფრო ანუ არ იგორავებს მაშინ, ხო, ძაფი, მაგრამ ეს ზემოდან რაც არის ძაფის ბოლო ესე დავიწყებ. ესე იგი, როგორც გითხარით, ჩვენ ქსოვას ვიწყებთ აი აქედან და ეს ბურთულები არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი თვლები. ეს პირველი ბურთულა არის როგორც საწყის წერტილი, რომელსაც დაუკავშირდებიან აი ეს სვეტები, ხოლო შემდეგ 1 2 3 4 ეს უკვე როგორც თვალი ორი ნამადით. ხედავთ, ორი შტრიხია აი დანარჩენ სვეტებზე. ანუ პირველი სვეტი, რომელიც იქნება 4 თავისუფალი თვალით, ეს იგივე სიმაღლის უნდა იყოს, რაც თვალი ორი ნამადით. ხოლო ეს პირველი თვალი მეხუთეა უკვე, ხო? ეს როგორც საფუძველი თვალი. ჯამში ახლა 5 თვალი უნდა ავკრიფოთ, თავისუფალი თვლები. დავიწყოთ. აქ შეგიძლიათ ეს ძაფის ბოლო თან ჩააყოლოთ, იმიტომ რომ ან ისე დატოვოთ ისეთი სიგრძე, რომ აქ ფოჩს რო გააკეთებ, ფოჩები გვექნება, ხო? მე ესე მინდა რომ გავაკეთო. ისეთივე სიგრძე კონდეს, როგორც ექნებათ დანარჩენ ფოჩებს და მაშინ პრინციპში აი კუთხეში გვექნება, ხო, ესეთი გასაკეთებელი და მაშინ მოდით აი ესეთ დაახლოებით და ესეთ სიგრძეს დავტოვებ. ახლა რო გითხრათ რა სიგრძეა? აქ ახლოში არ მაქვს ახლა სანტიმეტრი. ნუ შუათითზეც უფრო გრძელია ცოტა, ოდნავ. კარგით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლიათ მოჭრათ. უფრო გრძელი აიღეთ, თქვენი სურვილის მიხედვით ფოჩებს რამხელას აპირებთ. აქ კვანძს ვაკეთებ პირველს და ეხლა თვლები. თავისუფალი თვლები, 5 თავისუფალი თვალი. 2 3 4 და 5. როგორც გითხარით, პირველი თვალი არის როგორც საფუძველი თვალი, ხოლო ეს არის როგორც სვეტი, პირველი სვეტი. ესე იგი, ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ამ თავისუფალი თვლების შემდეგ გვსოვთ თვალს ორი ნამატით, ორი შტრიხი გვაქვს, აი ესე. და შედიხართ პირველ თვალში. აქ მე შევალ, ნახეთ, აი ესე. აი ეს ორი ძაფი ხდება ზემოთ, ერთი ქვემოთ. აი ეს. და ამოყავს თვალი ორი ნამატით. აი ეს. ეხლა ეს მოგხსოვეთ, აი ეს ნაწილი ჯერჯერობით. ეხლა უნდა მოგხსოვთ, აი ეს სოლომონის თვალი ქვია, ესე წაგრძელებული თვალიც ესეც ეძახიან. ეს ერთი თვალია, ეს მეორე თვალია. შემდეგ ისევ სვეტს მოგხსოვთ.
ეხლა როგორ გსვათ აი ამ წაგრძელებულ თვალს? უბრალოდ აი ესე გამოუშვებთ აი ამ თვალს, რა სიგრძეც გინდათ. ეხლა ეს სიგრძეც ძალიან ის არის, ძალიან გრძელს ნუ გააკეთებთ, იმიტომ რომ ამ სიგრძის მიხედვით თქვენ აი ეს ფერდი შეიძლება ან მოგეჭიმოთ, ან შეიძლება არ იყოს საკმარი, უფრო მეტად შეიძლება ეს უფრო მოჭიმული გამოგივიდეთ, ვიდრე ეს იქნება. ამიტომ ძალიან გრძელს არ გირჩევთ, რომ აი ძალიან გრძელი გააკეთოთ ეს თვალი, აი ესე საშუალოდ. აი ნახეთ, ცოტა მეტი ვიდრე ჩვეულებრივ თვალს აკეთებთ. ეხლა ნახეთ. აი ეს ძაფი სამუშაო დაიკავეთ. გამოიტანეთ. ჯერ ბოლომდე არ დამიმთავრებია კიდე. აი აქ შედით, გამოიტანეთ და თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. აი ეს არის ეს თქვენი წაგრძელებული თვალი, ანუ სოლომონის თვალი და მოგსოვე მხოლოდ აი ეს ჯერ. ეხლა მოგსოვთ აი მეორეს. ისე ჩვეულებრივ გადაბმულად აი ესე. დაახლოებით იგივე რაც აქ გააკეთეთ, ხო? აი ესე. აი ესე მიახლოებით. ეს ძაფი დაიკავეთ. აი ესე. უფრო მოხერხებულია უბრალოდ ესე როცა გიკავიათ. ის აი ამ ძაფში შედით და თვალი ნამატის გარეშე. აი ეს. ეხლა უყურეთ. ეს უკვე ჩვენ მოგსოვეთ ეს თვალიც, ეს თვალიც. ეხლა აი ეს სვეტები გვაქვს მოსაქსოვი და ესე კუთხე წარმოიქმნება ამ ადგილას. ეს სვეტები თვლები ორ-ორი ნამატით უნდა ამოვიყვანოთ პირველი თვალიდან, საფუძველი თვალიდან. 2. აბა მოვუძებნოთ სად არის? აი ეს არის ჩვენი საფუძველი თვალი. მოვიყვანე ახლა მე. აი ესე. ეს ერთი. ორი ერთად და კიდე ორი ერთად. ამ თვალი ორი ნამატით. შუაში აი ესეთი ლამაზი ისა გაქვთ. თითქოს ძაფები ესე. კიდევ ერთი თვალი ორი ნამატით გვაქვს მოსაქსოვი, იგივე თვალიდან ამოყავს. ნახოთ ახლა მე მგონი მხოლოდ ერთი გავაკეთე. ორი ნამატი გინდათ, ორი ნამატით. ორი ერთად, ორი ერთად, ორი ერთად. აი ეს. აი ხლა ვარ აი ამ ადგილას მე ეს მეორე სვეტიც მოგსოვე. ეხლა ხედავთ რომ აქ ისევ თავისუფალი თვლებით უნდა ამაღლოთ 4 თავისუფალი თვალი. მომდევნო სვეტის და მოტრიალდებით. აქ ხედავთ რომ აქეთ უნდა წამოვყვეთ უკვე. მე სვეტს მოგსოვთ 2 ნამატით და მე კიდევ შევხედოთ ხო სქემას. ესე იგი 4 თავისუფალი თვალი. და 4. მოვტრიალდით, მე ესე ვტრიალდები ხოლმე და მოკლედ აქაც აი ესე 2 ნამატი თვალი და შედიხართ ეს სვეტი არის ამ სვეტის თავზე. ეხლა მეორე სვეტი მომდევნო სვეტის თავზე, ხო? ესეთი ორსვეტიანი კიდე გექნებათ შარფისთვის და საკმაოდ ისე ლამაზად იკავებს თავს უფრო. კარგით, აი ესეც მოგსოვე, აი ეს მოგსოვე, ახლა ეს მეორე სვეტი. ეხლა ხედავთ, აი აქეთ მოდივართ, ისევ აი ეს თვალი წაგრძელებული, კიდევ ერთი თვალი და ჩამაგრება უნდა გავაკეთოთ. აბა ვნახოთ. ესე წაგრძელეთ, ოღონდ აი ეს წაგრძელება ხო ყოველთვის ეცადეთ ერთნაირად გამოგივიდეთ. ერთნაირი მიახლობით მაინც სიგრძე რო იყოს ერთნაირი. აი ესე. ხედავთ, იქ მეკავა ეს ძაფი. თვალი ნამატის გარეშე. კიდევ ერთი. აი ესე წავაგრძელი, ხედავთ? გამოვიტანე და აქ გამოყავს ესე იგი თვალი ნამატის გარეშე. ეს ცოტა მოკაჩეთ, აი უკვე როცა თვალი ნამატის გარეშე გაქვთ. და როგორც გითხარით, აი ეს მოგსოვე 1, მეორე. უნდა ჩავამაგროთ, აი პირველად რომ მოგსოვეთ, აი ამათ გადაკვეთის წერტილში. ნახეთ, აბა ეს კარგად დააკვირდით. აი ეს გვაქვს ხო პირველ რიგში რაც მოგსოვეთ. აქ ფაქტობრივად ერთი თვალი მაქვს, მე ამიტომ ერთ იგივე თვალში გამოგვივა ჩვენ. ესე. კი, იმიტომ აქ არ გამოვა ორში აი ეს. ჩავამაგროთ თვალი ნამატის გარეშე. და პირდაპირ, აქ მე გეტყვით რომ პირდაპირ აქ თითქოს ორი ეს არის, მაგრამ აქეთ გადასვლა არსად აღარ გამოდის. ანუ აქედან აქეთ მოვდივართ ახლა, ხო? აქედან აქეთ. ახლა ეს უნდა მოგსოვოთ, აი ეს თვალი, კიდევ მეორე და უკვე სვეტები. ვნახოთ, ახლა დაგრძელებული, ცოტა დააგრძელეთ, ძალიან არა. აი ესე.
ამ ძაბში, თვალი ნამატის გარეშე მოჭიმეთ ახლა. მეორე მოჭიმეთ. ეხლა უკვე სვეტები. ეს კარგად დაიკავეთ, არ დაგიტრიალდეთ, თორე შეიძლება აგერიოთ მე. აი ეს მოგსოვე, ეს მოგსოვე და მოდის სვეტები. ერთი სვეტი, მეორე სვეტი. პირველი სვეტი, პირველი სვეტის თავზე, მეორე მეორის თავზე. აი, აქ ჩვეულებრივად ორი ნამატით. ვნახოთ, სადნო შევიდეთ, აი თქვენი სვეტები, კიდურა. ერთი და კიდევ ერთი სვეტი, უკვე ნახეთ დააკვირდით, აქ 4 თავისუფალი თვალი რო გქონდათ, აი მეოთხე თვალში შედით. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. აი ესე. აი ესეთი ლამაზი თითქოს პეპლებივითა გაქვთ ესეთი ნაკსოვი უნდა დაგიჩნდეთ. ეხლა აქეთ ზემოთ ახვალთ. აი აქ ეს მოგსოვე ბოლოს, ხო? 4 თავისუფალი თვალი, თვალი 2 ნამატით და აი ამას დავიწყებთ. აი ესე მატულობს, ხედავთ ესეთი პეპლების რაოდენობა ყოველ რიგში. ჯერ 4 თავისუფალი თვალი. 4 მოტრიალდით. თვალი 2 ნამატით მომდევნო სვეტის თავზე. აი ესე. ეხლა როგორც გითხარით, 2 თვალი გვჭირდება. 1 2 ჩამაგრება წინა რიგის, აი ამ გადაკვეთის წერტილას, იქ მიხვდებით კიდევაც ისეთი თვალია ნამატის გარეშე, აი აქ უნდა ჩაამაგროთ. ჯერ 1. აი ესე წაგრძელეთ ოდნავ ესე. ესე თვალი ნამატის გარეშე კიდევ ერთხელ ამოიტანეთ. აქაც მოჭიმეთ. ეხლა უნდა ჩავამაგროთ. ხედავთ ხო? ერთი ადგილი, აქეთ მეორე. აი 2 ჩამაგრება მოგვიწევს ამ რიგში. აი აქ. ორ კედელში შევედი და ამოვიყვანოთ თვალი ნამატის გარეშე. აი ეს. მოდით ნახოთ, აი ეს გავაკეთე, ეს ჩამაგრება. ეხლა აი ეს თვალი. კიდევ ერთი თვალი, კიდევ ჩამაგრება. ესე იგი ამოწელოთ, ცოტა ესე ზომიერად. აი აქ. მოჭიმეთ. ეხლა მეორე თვალი ისე ცოტა წააგრძელეთ თან. აი ესე. აბა ნახოთ. ეხლა უნდა ჩავამაგროთ, ხო? 2 თვალი მოგსოვე, უკვე 1 2. ან ჩამაგრების ადგილი კარგად ჩანს. ოღონდ ორ კედელში ნახეთ. ერთი კედელი, მეორე კედელი, აი ესე. და თვალი ნამატის გარეშე, აი ესე. კარგით, შემდეგი. ახლა მოვედი მე აი აქ, კიდევ ერთი ასეთი წყვილი, ხო, 2 თვალი უნდა მოგსოვოთ და შემდეგ უკვე სვეტები. წამოაგრძელეთ ცოტა. აი ესე, მოჭიმეთ კიდევ ერთი. მოჭიმეთ კიდევ. და ეხლა სვეტები. 2 ნამატით, თვლები 2 ნამატით. აბა დააკვირდით, აი ესენი უნდა მიხვდეთ, სადა გაქვთ სვეტი, ხო, კიდურა. პირველი სვეტი აქ გაქვთ მის თავზე. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, კიდევ ერთხელ. უკვე მომდევნო სვეტის თავზე, აი აქ მეოთხე თავისუფალი თვალი სადაც არის, ხო? იმიტომ რომ ეს თავისუფალი თვლებით არის ნაკსოვი, მეორე სვეტი. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. აი ესე. კარგით, აბა, ეხლა ვაგრძელებთ, ხო, კიდევ. ახლა აი აქ ავალთ 4 თავისუფალი თვალი, თვალი 2 ნამატით. ანუ თქვენ თავზე ხართ, ხო, აქ როცა გსოვთ და მე აქეთ წამოხვალთ. აი ეს, იგივე წესი ზუსტად. კარგით, აბა, ავამაღოთ 4 თავისუფალი თვალი. მოდრიალდით. თვალი 2 ნამატით. მე მგონი მიხვდით წესს.
თავარია რომ ყოველთვის უნდა ყოველ რიგში მატულობს თქვენი აი ეს თვლების რაოდენობა აი აქ შუაში. ეს აუცილებლად ესე გაითვალისწინ. აი ეს მოგსოვე ახლა მეორე სვეტიც მოგსოვე, ესე იგი ჯერ ეს მოგსოვე, ხო? მოვტრიალდი. მე ეს. ახლა ერთი თვალი ესე წაგრძელებული, მეორე ჩამაგრება. 1 2 ჩამაგრება. 1 2 ჩამაგრება, 1 2 სვეტი. აი ესეთი ნაკსოვი. ეს სქემაც დაგეხმარებათ პრინციპში. ესე გამოწელეთ ცოტა რა სიგრძეც გინდათ რომ თვალს კონდეს. 1 მოჭიმეთ. ახლა მეორე. ესე მოჭიმეთ. ახლა ჩამაგრება. აქ არ შეეხოთ, ხო, ხვდებით, ანუ სადაც წინა რიგის 2 ესეთი თვალის შეერთების ადგილია, იქ უნდა ჩაამაგროთ ყოველთვის. ეს ჩამაგრება თვალი ნამატის გარეშე. შემდეგ მომდევნო, ხო? ესე იგი. აი აქედან ხო, აი აქ ერთი თვალი მეორე ჩამაგრება. წაგრძელეთ. თვალი ნამატის გარეშე. კიდევ ერთი, ყოველთვის წყვილი ორი ესეთი წაგრძელებული თვალი გჭირდებათ და თავზე, რა თქმა უნდა, მათ თავზე ესეთი თვალი ნამატის გარეშე. აი ამის შემდეგ უკვე ჩამაგრება გექნებათ. აქ ჩანს, მიგონი, აი რაც მთავარია რომ არ შეგეშალოთ, აი აქ არ ჩაამაგროთ, ხო? უნდა ჩაამაგროთ აი ამოწეულ ადგილას. აი აქაც ამოწეული ადგილია. ესეთი ბადესავით რომ გამოგივიდეთ, თორე ხო ეს არის ერთი ესეთი საფრთხე რომ აქ არ ჩაამაგროთ, აი ქვემოთ. აი ეს. კიდევ ერთხელ წვილი გვინდა. აი ეს. მეორე თვალი და ისევ ჩამაგრება. ნუ ახლა ხვდებით რომ ეს ძალიან ესეთი შარფი არ იქნება. მაინც ესეთი ფუმფულა ძალიან, მაგრამ როცა მოკეცავთ ხო რამოდენიმე პირს, მაშინ უკვე რაღაც ესე ქმნის სითბოს გაძლევთ უფრო. აი ეს ნახეთ, აქაც არ ჩაამაგროთ, აი ზემოთ. ისევ ბოლო ხასად ვართ, აი ამ რიგს მივყვები, აი ახლა აქ ჩავამაგრე და აი ეს გვაქვს გასაკეთებელი. 1 2 და სვეტები. ეს გამოწეულია უკვე, ამოწელილი თვალი. აი აქ თვალი ნამატის გარეშე. მეორე და უკვე აი 2 რომ აქვს ხო, ესეთი 2 თვალი უკვე კიდეზე ვარ გასული, ამიტომ აქ ხედავთ უკვე 2 სვეტი გაქვთ, აქაც კიდევ 2 სვეტი, 2 ნამატით, ხო? ესეთი სვეტები. და კიდევ ერთი. აქ უკვე აი მეოთხე, აქ აი გამოარჩიეთ 1 2 3 და აი მეოთხე თვალი, ესეთი საკმაოდ პატარა თვალია, მაგრამ აი ესე. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. აი ესე. კარგით, ესე იგი მოვედი აი აქ. ეხლა ისევ ავამაღლებ 4 თავისუფალ თვალს მოგსო, თვალს 2 ნამატი და აი უკვე აი აქ მივყვებით. ნახეთ, წვილები 1 წვილი, 2 წვილი, 3, 4, 5. შემდეგ რიგში იქნება 1 2 3 4 5 6. თითო იზრდება. პირველში იყო პირველი, მეორეში მეორე, ანუ მე რამდენი რიგიც აქვთ, ფაქტიურად იმდენი წვილი გაქვთ. ხო, ამ თვლების ესეთი დაგრძელებული თვლების. ეხლა რომ მოვტრიალდეთ, ესე გვინდა 4 თავისუფალი თვალი და თვალი 2 ნამატით, ასე გაყევით სულ და რა სიგრძეც გინდა და ესეთი უბრალოდ სამკუთხედი რა ზომისაც გინდათ რომ გამოგივით, აქ ხვდებით რომ გამოგივათ სამკუთხედის ფორმის შალი. ბოლო რიგს გაჩვენებთ კიდევ. აი მე უკვე მოვხსოვე
ეს ჩემი შალი, რა ზომითაც მინდოდა თქვენც ახლა ნახეთ თქვენი შეხედულების მიხედვით. უკვე მეორე გორგალზე გადავედი, რა თქმა უნდა, მე იმიტომ რომ ცოტა ისეთი საკმარისი ზომის ესეთი დიდი მინდოდა შალი, ამიტომ ერთი გორგალი არ არის ნამდვილად საკმარისი. ეხლა მოდით გეტყვით რიგების რაოდენობას. აი აქედან წვეროდან თუ გადათვლით, ნახეთ, გვერდით ერთ-ერთ გვერდს გაყევით, იგივე გექნებათ აქეთ მხარეზეც, ხო? აი აქ გვექნება ესე იგი. ნახეთ, ეს ერთი რიგია, ხო? ეს მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე. ხა ორ-ორით გადავალ კიდევ. 2, 4, 6, 8, 10, ეს 20 რიგი. 2, 4, 6, 8, 30 რიგი. 2, 4, 6, 8, ეს 40 რიგი. 2, 4, 6 და 8. აი ესე 8 48 რიგი მაქვს მონაქსოვი, ესე იგი. 48. ეხლა ეს 48 რიგი რას ნიშნავს? ნახეთ, აქ თუ შეხედავთ, ნახეთ, ეს პირველი რიგი, მესამე, მეხუთე, მეშვიდე. ანუ იქ სადაც თვლები გაქვთ კიდეზე 2-2 ნამატით, ის არის ეს ლუწი რიგები. ზუსტად ესეც არის ჩემთან. ჩემ შემთხვევაში რომ მე მოვედი, აი იქ სადაც დავამთავრე 2 ესეთი სვეტით 2-2 ნამატით, ხო? ანუ ეხა აქ რო წარმოიდგინოთ, ნახე ბოლო რიგი რო ნახოთ როგორ უნდა მოიქცოს. აი მე ფაქტურად მოგხსოვე, ნახეთ, დააკვირდით. აი ეს რიგი თითქოს მოგხსოვე. ოღონდ ეს თავისუფალი თვლები არ ითვლება, ის ცალკე რიგი არის. აი ეს მოგხსოვე და ეს და ეს. ეხლა უნდა ავამაღლოთ აქ 4 თავისუფალი თვალი, 1 თვალი 2 ნამატით და შემდეგ 3 თავისუფალი თვალი. აბა, მოდით ეს მოგხსოვოთ. ხა ბოლო რიგს გაჩვენებთ, ხო, ესე იგი. 1, 2, 3, 4 მოვტრიალდით. ესე იგი, აი ესე, თვალი 2 ნამატით, მომდევნო თვალის თავზე 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. და ეხლა ვგზავთ 3 თავისუფალ თვალს. 1, 2, 3. თუ ამას არ გააკეთებთ, ეს საკმაოდ ეს თქვათ, გაწელილი ისა აქვს კიდე, ეს კიდე უნდა შევკრათ ესე თქვათ და ამისთვის საჭიროა ეს ბოლო რიგი. ესე იგი 3 თავისუფალი თვალი მოგხსოვე და აქ 2 ჩამაგრება აქვს, ხედავთ ხო, მაინც 1, მეორე, აი 2 პლუსიანი თვალი ნამატის გარეშე. და ხედავთ ხო, სადაც აი ეს გაწელილი თვალების შეკვრის ადგილი, აი აქ. მე ხა ვფიქრობ, რომ მაინც აქ ერთი ადგილია, მე ვერ ხვდები აქ 2 პლუსი როგორ უნდა გააკეთონ. შეიძლება ერთი თვალიდან ამოვიყვანოთ, თქვათ, თვალი ნამატის გარეშე, აი 1 და კიდევ 1, აი ესე. თუმცა ვფიქრობ, რომ ცოტა, ანუ თავი არ მოგეჭიმოთ, აი ეს ამაშია საქმე. მოდით კიდევ შევიდეთ წესებით, მოგხსოვოთ როგორც, აი კიდევ 1 თვალი ნამატის გარეშე ამოვიყვანე. ეს ერთი და იგივე თვალიდან ამოვიყვანე ეს 2 პლუსი, მოკლედ, ხო? შემდეგ მოდის 4 თავისუფალი თვალი. ხედავთ, აქ სულ 4 თვლები გაქვთ, სანამ არ გახვალთ ბოლოში. ბოლო ესეთი არკა გექნებათ ისევ სამთვლიანი. ანუ 1, 2, 3, 4. და აი თქვენი მომდევნო ნახეთ, ამაში არ შეგეშალოთ. აი აქ ამოწეული ადგილი სადაც გაქვთ, ხო, აი ესეთი. ამის გამოტოვებით, აი აქ. აქ ისევ 2 თვალს ნამატის გარეშე ამოვიყვანთ. და იმედია არ მოგვეჭიმება ძალიან ნაკსოვი, მაინც ნუ ეს თვალი აქ რო ამოგვიყვანა მხოლოდ 1, შეიძლება თვლების რაოდენობა უფრო ესეთი ყოფილიყო, რომ მოიჭიმოს იმის გამო და ამის თავიდან ასაცილებლად ჯობია გავაკეთოთ როგორც ნაჩვენები. ისე 4 თავისუფალი თვალი. აი ესე. აბა ეხლა ამას ტოვებთ, აი აქ. ხო? აი აქ ორ კედელში შევდივარ, როგორც ხედავთ. ცოტა ეს წვეტიანი არ არის ეს თავი ამ ყაის ნაღის და ეს ერთი თვალი ნამატის გარეშე და კიდევ მეორე. აი ეს. ისე 4 თავისუფალი თვალი. აი ესე უნდა მოგხსოვთ, სანამ არ გახვალთ ამ რიგის ბოლოში, სადაც მოდით კიდევ იმასაც გაჩვენებ და მე ფოჩების გაკეთება კიდევ, ხო? ფოჩებიც ძალიან ლამაზი იქნება. 1,
2 თვლები იყოს აი ამ კვანძებში, ხო, ნამატის გარეშე და შემდეგ 4 თავისუფალი თვალი. აი ეს. კარგით, ესე გაყევით. აი ბოლო 2 თვალი ნამატის გარეშე გავაკეთე, ნახეთ. და აი ფაქტურად აი ეს ადგილია. ეხლა 3 თვალი უნდა მოგსოთ, ხო? 3 თავისუფალი თვალი. მე ცოტა ესე წვრილ ყაისნაღზე გადავედი, რომ ეს შესვლები მიჭირდა იმ მსხვილი ყაისნაღით და ამიტომ კარგით, ესე იგი 3 თავისუფალი თვალი და 2 სვეტი, 2 ნამატით. აქ ჯობია ისე თავისუფლად მოგსოთ ცოტა, ხო, რომ ძალიან არ მოუჭიმოთ ეს სვეტები, ახლა პატარა ყაისნაღი რა ხან მაქვს. აი ესე 1 სვეტი და აქაც მეორე სვეტებია 2 ნამატით. აი მორჩა, ეს უკვე დავამთავრეთ თვითონ შალის ეს ძირითადი ნაწილი, ნახეთ როგორი აქვს კიდე. ძალიან მგონი კარგად გამოვიდა, არ არის ფიქრობ მოჭიმული და ეხლა რაც დაგვრჩა ჩვენ აი ეს ფოჩები უნდა გავაკეთოთ. ეხლა აქაც ნახეთ, მოდით ეს გამოვიყენოთ როგორც ფოჩებისთვის ერთი ძაფი, აი ეს თავის თავში გავატარებ და მოვჭრათ გააჩნია რა სიგრძის ფოჩები გინდათ რომ გავუკეთოთ ესე. ხა მე ამას ესე გავატარებ. მე ეს ცოტა გრძელია ეხლა, მაგრამ არ აუშავს. ბოლო ეტაპი ეს იქნება ფოჩების გაკეთება. აი მე ახლა გავაკეთე, რომ მეჩვენებინა. აი ესე რამოდენიმე ესე ნახეთ. ეს არის კიდე, როგორც გითხარით, აი სამკუთხედი რომ გაქვთ, ხო? ეს არის დიაგონალი, სადაც არ ვაპირებ ფოჩების გაკეთებას, აი ბოლო რიგი რაც მოგსოვე, ხოლო აი ეს, ხო, აქ გასაკეთებელი მაქვს კიდევ დავტოვე წვერზე, აი ჩადიხართ, აი ეს წვერის და აქეთ გვერდი, ხო, შალის ეს სამკუთხედის ფორმის გვაქვს. ესე იგი, ერთი ფერდი მე უკვე ესე გავაკეთე ამ ფოჩებით და აქ გეტყვით, რომ რიგის გამოტოვებით ჩავამაგრე ფოჩები, ნახეთ. შეგიძლიათ ყველა რიგში ჩაამაგროთ, აი გამოტოვებული ადგილი, აი გამოტოვებული სადაც გამოტოვე შეგიძლიათ, მაგრამ აი თქვენ თუ აი ესეთი მოგწონთ, ახლა რომ შეხედოთ ფოჩები როგორ არის, აი ესე გამოიყურება და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ, უფრო მჭიდროდ გინდა თუ ეს კარგია. მე ესე გავაკეთე, ეხლა გეტყვით, აი ეს ძაფები რაც გამოვიყენე, ეს არის 30 სანტიმეტრის სიგრძის, მოდით გაჩვენებთ. აი მიახლოებით ესეთი 30 სანტიმეტრის სიგრძის თითო ფოჩისთვის გჭირდებათ აი 3 ცალი, ნახეთ, გამოარჩიეთ. ესეთი 3 ძაფი. ამას რო გავკეცავთ, უკვე გაურკეცდება, ხო, ხვდებით, როცა დამაგრდება, აი შუა ესე ნაწილით, აი ესე უნდა დავამაგროთ. მე კიდევ შეგიძლიათ შემოასწოროთ ბოლოს. ეხლა როგორც გითხარით, მე ერთი ფერდი ამ სამკუთხედის უკვე გავაკეთე ფოჩებით, ეხლა მოვედი წვეროზე და აქაც აქ წვეროზე სამწუხაროდ ნახეთ როგორ მოხვდა ეს რიგი, გამოტოვებული რიგი, აი აქ მაქვს და აი ეს წვერო არის, აი ეს ძაფის ბოლო სადაც ამაქვს, ხო? ეხლა აქ მე გავაკეთებ აქ კიდევ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს წვერო არ მინდა რომ ესე დარჩეს. ხო, ცოტა თითქოს სისქე ესეთი გამოვა ამ წვეროსთან მეტი ფოჩები გექნებათ, მაგრამ ჯობია ესე ვიდრე ესე ცარიელი ადგილი რომ არ გქონდეთ. აი ესე. აი ესე. მგონი ადვილია, ხო? საკმაოდ ადვილი გასაკეთებელია ეს ფოჩი. ბახრამას თითქოს წააგავს, მაგრამ ეს უფრო მარტივად მაგრდება. აი ესე. ესე იგი, აი სამწუხაროდ აქ თქვენ არ გაქვთ გამოტოვება რიგის, პირდაპირ არის, აქ გამოტოვებულია აი აქაც მომდევნო ორ ფოჩს შორის აი ესეთი რიგი მაქვს, მაგრამ აი აქ გექნება ცოტა თამუყრა, მაგრამ არ აუშავს. აი ეს, ეხლა შემდეგ იქნება, რახან აქ იქვე მქონდა რა. ნახეთ, დააკვირდით კარგად, არ შეგეშალოთ. ეს არის კუთხე, აი ეს არის თქვენი აი წვეროსთან როგორც გალაგება გაქვთ, აი ეს პირველი რიგი, ესეც პირველი რიგი, ევროთ სამკუთხედის აქეთ-იქით ფერდებზე. აქაც გვინდა იგივე, ესე იგი 3 ძაფი ეს წვერები დაატოლეთ და ორად გაკეცეთ.
აი ესე. ნუ მიახლობით შუაში დაიკავეთ და ნახეთ ეს გაკეცილი ადგილი და აქ შეგიძლიათ ცოტა დაგრიხეთ, რომ უფრო არ გაგებლანდებათ, როცა გამოტანას აპირებთ. აი ეს. აქ უნდა გამოიტანოთ ეს აი ეს. შეგიძლიათ ყაისნაღი დაიხმაროთ, ესე გამოტანისას თუ უფრო მოხერხებულად მოგეჩვენებათ ყაისნაღი, მე თითით მირჩევნია. აი ნახეთ, შეხედეთ კუთხეს. აი ეს გავაკეთე, ეს იყო გაკეთებული და აი ეს თავი ეს სწორად დასვათ ეს ადგილი. კარგით, ეხლა შემდეგი ამას ტოვებთ, როგორც გითხარით, აი მომდევნოს არ გავაკეთებ ამ რიგს და აი ამაში ერთი რიგის გამოტოვებით. აქაც ისევ 3 ესეთი, ესე იგი 30 სანტიმეტრი სიგრძის არის ეს ძაფები. აი ეს რასაც ხმარობ და როცა იკეცება, სადაც 15 სანტიმეტრი გამოდის ორად რო ესე წარმოიდგინოთ, ხო? ორად გაკეცილი მაქვს. აი ეს ერთი რიგის გამოტოვებით, აი აქ, ესე იგი ზემოდან ვდებ აი ამ მარღურს და იქში გავატარებ აი ამ ძაფის ბოლოებს. ეს მოკაჩეთ, რომ ისე კარგად დაიკავს. აი ესე. აი ესე უნდა გაყვეთ ახლა ერთი რიგის გამოტოვებით, როგორც გითხარით. აქ არა, აი აქ. აი ესე, კიდევ ერთს გავაკეთებ. აი ზუსტად ეცადეთ, რომ ესე შუაზე დაიკავოთ და მაშინ აი კარგად დალაგდება ეს ძაფები. აი აქ ხო, აი ამრე. ეს გამოვტოვე, აი აქ. ცოტა გრიხავ, რომ მე არ გაიბლანდონ ეს ძაფის ბოლოები, რომ ერთბაშად კარგად გამოვიტანო. აი ეს. მოგეთ ესე გაყევით და ყველა ესე იგი რიგის გამოტოვებით, ყველა ამ შესაბამის უჯრაში ჩასვით, აი ესეთი. აი აქ არ გავაკეთებთ, აი აქ გავაკეთებთ კიდევ. ესე გახვალთ რიგის ბოლომდე. ეს რიგები ხო ყოველი რიგი აქეთაც შეესაბამება რიგს და რახან ჩვენ აქედან დავიწყეთ აი ამ წვერიდან აქაც პირველ რიგს აი ეს აუცილებლად ფოჩი შეესაბამება შემდეგ გამოვტოვებთ აი მომდევნო ორს და ესე შემდეგ. კარგით, მოკლედ აი ესე გააგრძელეთ, შემოყევით და მიიღებთ აი ესეთ ლამაზ შალს. ეხლა აქ შეიძლება ესე კარგად არ ჩანს, მაგრამ ძალიან სიმპათიურია და აუცილებლად მოგსოვეთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას.